თბილისში აქციების ფონზე მიმდინარეობს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის განხილვა ქუთაისში. პროექტს უმცირესობის გარდა უმრავლესობის ზოგიერთი წევრი ნაწილობრივ არ ეთანხმება. საკუთარი მოსაზრებები აქვთ არასაპარლამენტო ოპოზიციასა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებსაც. აქცია დღის 11 საათზე ილიას უნივერსიტეტის შენობასთან დაიწყო. პროფესორ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე მოაწყვეს. სამინისტრო მთავრობა არ უნდა ჩაერიოს უნივერსიტეტის ავტონომიაში და უნივერსიტეტს თვითონ უნდა კონდეს კომპეტენცია, რომ აირჩიოს რექტორი. ხელისუფლების ქმედებაში სრულიად აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ შეიქმნას ახალი ბერკეტები უნივერსიტეტებზე კონტროლის დასამყარებლად. ჩვენი აზრით ეს ცვლილებები საგრძნობლად ზღუდავს უნივერსიტეტის ავტონომიას, განსაკუთრებით იმ პუნქტში, რომელიც პრემიერ-მინისტრს აძლევს უფლებას, რომ დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაშინ, როცა 2000 უნივერსიტეტის შიდა, ასე ვთქვათ, პრივილეგია, ხო? ამიტომაც ჩვენ მოვითხოვთ ამ ცვლილებების შეჩერებას და დაინტერესებული მხარეების ინტენსიურ ჩართვას უმაღლესი განათლების შესახებ კანონზე მუშაობაში. მსვლელობამ განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლა. აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. უნივერსიტეტი იყოს დამოუკიდებელი ორგანო, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ პოლიტიკურ ორგანოს, არც ერთ პოლიტიკურ ფიგურას არ შეეძლოს რექტორის პირდაპირ დანიშვნა. ეს არის ხარისხი, ეს არის პრემიერის უფლებამოსილება და ეს არის გადაწყვეტილება თუ როგორ იყოს აწყობილი ფაკულტეტები, როგორ იყოს აწყობილი სწავლება და ვინ მოიწვიოს ან არ მოიწვიოს უნივერსიტეტმა ლექციების წასაკითხად. ამ აქციას ჩვენ უბრალოდ შემოვერთით იმ თვალსაზრისით, რომ მაინტერესებს თვითონ აქციის საერთო საინტერესო აქცია არის. ზოგადად ვიზიარებთ იმას, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ისეთი ადამიანების მხრიდან პროტესტი, როგორიც არის თევზაძე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სიტუაცია ყოფილიყო დღეს.